ჩვეულებრივი დილა გათენდა წირქვალში. ცოტა ხანში ჩვენი მასპინძელი ვალერი მოვა და გაგვიწვება ძალიან საინტერესო ადგილებში. მიყავას დავle უცი. სიბატანა მოფსანდით მოფწევთ. ჩვენ ჩაი. წარმოგებს კედამდე ირანია ხა ეს ჩალექი ეს სუიშროშანი ეს ელმიტებს ძახიან ეს აიქ 1000 წლის წინ დარბოდნენ ჰომო საპიენსები, ნეანდერტალელები. მაგარია. მოკლედ ეს მღვიმე ნეანდერტალებზე ვისაუბრე, პირველ რიგში მაგას ვიტყვი, მე არ დამავიწყდეს, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ტერიტორიებზე დასტურდება ნეანდერტალელების არსებობაც და ჰომო საპიენსების თავისთავად. და კვლევები დგინდება, რომ სავარაუდოდ იყო ურთიერთთანაცხოვრების კვალიც, ვიცით ისტორიიდან, რომ ასე თუ ისე ინფორმაცია, რომ ჰომო საპიენსები რომ მოვიდნენ ნეანდერტალელები გადააშენეს, კი არა და დაპირისპირებები ჰქონდათ და საბოლოოდ გადაშენდნენ, მაგრამ ყოფილა თანაცხოვრების მომენტების და შეჯვარების და რაღაც გარკვეული 4-5% გენები გვაქვს ნეანდერტალელების. რაც გამოიხატება მაგალითად ცისფერ თვალებში, ქერათმაში, ცოტა დეპრესიულები რო ვართ, ჰომო საპიენსები მაგაში, ამ ძალიან დეპრესიულები ყოფილა ნეანდერტალელები, იმიტომ რომ იმ პერიოდში ხო გამყინვართ ცივ კლიმატში და იმაში უწევდა ცხოვრება და თავისთავად მელანქოლიკები იყვნენ. ხო, აი თუნდაც შევადაროთ აფრიკელი ადამიანები, როგორი ფრლაღები არიან, ძალიან რთული პირობები აქვს, საცხოვრებელი პირობები ან ძალიან რთულა, ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ბედნიერები არიან, სუბღერიან, სულ ცეკვავენ და იმიტომ რომ იმათთან ნეანდერტალელები არ ცხოვრობდნენ. მოკლედ ალბათ ეხლა ნორმალური გარემოა, მწვანე გარემო და საკმაოდ ნორმალური კლიმატია ჩვენთან და ალბათ იმ პერიოდშიც საკმაოდ დიდარი იყო ეს ტერიტორია ფლორით, ფაუნით. მაგალითად აღმოჩენილი ახლა აქ ბიზონის ძვლები, რომელსაც ადამიანები მოიპოვებდნენ, ნადირობდნენ, იკვებებოდნენ. სელის ზაფთან ერთად ამ ზაფს მინდოდა თქმა, სელის ზაფია აღმოჩენილი აქ და ნართავი ზაფი. ნართავი იყო ჯიხვის ბეწვისგან მაგალითად და სხვადასხვა ცხოველის ბეწვისგან, მაგრამ ჯიხვი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეთყობა იმ პერიოდში ბევრი ბინადრობდა აქ და რაზედაც ხელი მიუწვდებოდათ და რაც ალბათ უკეთესად გამოვიდა დართვის შედეგად, გამოიყენეს ამას დაჭირდებოდა ალბათ უამრავი ექსპერიმენტი და დრო. წარმოდგენისთვის ბარემ ახლა აქ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 40,000 ან მეტი წლის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ, აი სადასახ გავარ, წარმოიდგინე და იმის მერე ხამ ფენებში ყველგან აი ეს არის ერთი ფენა, აქაც ცხოვრობდნენ ადამიანები, აქ 10,000 წელია, აქაც და საბოლოო ჯამში წარმოიდგინე დღეს 21 საუკუნეში ეს არის იატაკი, ხო ნახე რამ სიმაღლე, სადღაც 3 მეტრი. და რამხელა დრო გავიდა და რო წარმოვიდგინოთ რამხელა დროა ის თუნდაც 35,000 წელი, რაზეც წეღარ ვისაუბრეთ, რომ მაგ დროს ადამიანები აწარმოებდნენ ძაბს. აი ეს დროა, აი ეს დრო. ეს არის დრო. წარმოიდგინე, ახლა იატაკია აქ გვდგავარ ჩვენ, თანამედროვე ადამიანები და 40,000 წლის წინ აქ ცხოვრობდნენ. ანუ შენ ახლა გახარ მინიმუმ 40,000 დროის ფენაში. კი. კი, წარმოიდგინე, ეს არ არსებობდა, აი რაც ზემოთ ჩანს, ეს არ არსებობდა იმ დროს. აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, აქედან გადიოდნენ პირდაპირ ხეობაში, აქედან მიდიოდნენ სანადიროდ, აქედან მოიპოვებდნენ საკვებს, აქ იძინათ, აქ ჭამდნენ. წარმოიდგინეთ, ანუ ეს იმიტომ ჩამოვედი უფრო აქ ალბათ, რომ დამენახებია რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გარემოს და ამ ღვიმეს და იმ ისტორიას, რაც გააჩნია საქართველოს ტერიტორიას. ნუ მაშინ საქართველო არ არსებობდა და როგორც საქართველოს ტერიტორიას. აი მაგალითად ეხა ეს ზედაპირზე ეგდო ეს პატარა ანატკეცია, რომელიც ადამიანისგან არის დამზადებული. რაღაც მნიშვნელოვანი იარაღი არ არის, მაგრამ მაგას გამოიყენებდნენ რაღაცაში, ანუ რაღაც დანიშნულებით ან ხორცის ან ტყავის გასაფხეკა საფხეკს უფრო. ხო, მოკლედ ბევრი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, კი. საფხეკის აი ეგ ნახე, რაღაც ის ძვალია, რომელსაც ალბათ მე
აქ ექსპედიციარო გაგრძელდება კვლევა, ამასაც ნახავენ. აგერეთ ძვლის ფრაგმენტია კიდე, დაბლაგდია მიწაზე. სამსხვილი ძვალია და სავარაუდოდ ან დიდი ცხოველის არიან ადამიანის ბარძაღის ძვალი, თორე ისეთი პატარა ძვალი არ არის. ეს 2008-ში დაიწყო ამის კვლევა ამ ღვიმის და ეს მაშინდელი ჭრილია და ეხლა ცოტა გააფართოვეს და შარშან დაამატეს კიდევ? ხო, შარშან გააკეთეს, გათხარეს ეს ჭრილები გააკეთეს, რომ რაღაც კვლევებისთვის აინტერესებდა და ერთ-ერთ ჭრილში აღმოჩნდა ის ადამიანის ჩონჩხი 10000 წლის წინანდელი, რომლის ეხა ეს ჩონჩხი განთავსებულია ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საკვლევი მასალები, გენეტიკური მასალები და სხვადასხვა ისინი გადაგზავნილია მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში და მიდის მაგის კვლევა და ალბათ ძალიან მალეა თუ არა მივიღებთ მაგაზე ინფორმაციებს, ანუ ძალიან კარგი ინფორმაციის მატარებელია ეს ადამიანის გენეტიკური მასალები, რომელიც ასე თუ ისე ხელუხლებლად და ისე არის შემონახული და ხა მარტო ერთი ძვლისგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებ რა მაინც და თან ძალიან კარგად განსაზღვრავს არქეოლოგია, მე რომ მეგონა მარტო რაღაცების ეს არტეფაქტების მოძიება, ისტორია, ამით განსაზღვრება გეოლოგიაც, ან როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რათი იკვებებოდნენ, როგორ ხდებოდა კლიმატის ცვლილებები, ან კიდე მომავალში რა შეიძლება ველოდოთ. ჩვენი შემდეგი გაჩერება ბონდის ხიდია, საიდანაც როგორც ვალერი მბუთხა საოცარი ხედი იშლება კანიონზე. ზოთში ვართ, სოფელ ზოთში, ციხისწყლის კანიონზე გადავდივართ. წინ არის წირქვალის ციხე, მეორნაირად ტურის ციხე, სადღაც შუა საუკუნეებში ზუსტი წყაროები არ გვაქვს და თან მე ისტორიკოსი არ ვარ და სპეციალისტი არ ვარ და რაც ვიცი, ეს იყო ციხე, ბეღელი, სადაც ინახებოდა პროდუქტები ჯარისთვის და სავარაუდოდ ომიანობის დროს მოსახლეობისთვის, ან ექსტრემალური პირობებისთვის. ანუ ამ ციხეს არ ქონდა საბრძოლო დანიშნულება და მგონი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ციხეა, რომელსაც არ ქონდა საბრძოლო დანიშნულება, იყო პროდუქტების შესანახად. მე-18 საუკუნეში, მე-17 საუკუნის ბოლოს ეს ციხე დაანგრიეს, არ ვიცი რატო დაანგრიეს და ამ ხის მასალა წაიღეს სოფელ ზოთშიც. აქ ცხოვრობდნენ ოჯახი გამყრელიძეების ოჯახი, რომლებიც იმ დროს დიდგვაროვნები იყვნენ და ააშენეს სახლი. ეს დინარე სახელი იმიტომ ქვია ციხისწყალი, რომ საწალიკის ქედის ქვეშ არის ესეთი ციხე, ნისლის ციხე და იმ ციხის ქვეშ იღებს სათავეს. ციხისწყალი ქვია მაგიტომ. და ძალიან ლამაზ საინტერესო კანიონს ქმნის და მოწყობილიც არის რამდენიმე წლის წინ მოეწყო კანიონის ტრასა და შესაძლებელია ადამიანები ჭიათურაშიც დაკავდნენ კანიონინგით. მაღაროებში ხშირად ნახულობენ ზღვის ძუძუმწოვრების, ზღვის მტაცებლების კბილებს, ჩონჩხს, რა ძალიან ბევრი მასალაა, მათ შორის მეც მაქვს სახლში ზვიგენის კბილი და რაღაც მოლუსკები. იმიტომ რომ ეს ტერიტორია ზღვით იყო დაფარული და ამ ხრივად ჭიათურა მრავალფეროვანია, კაცხში ძალიან ბევრი მასალაა მაგ კუთხით, რომ ადამიანებს კიდევ ქვის ხანაზე უფრო ანუ პრეისტორიულ წარსულზე შეიძლება წარმოდგენა გქონდეთ ადამიანებს, რა ძალიან საინტერესოა. ძალიან მრავალფეროვანია და ამას ჭირდება მარტო ჩემი ჩართულობა კი არა, მე დილეტანტი ვარ, რანაირი განათლება არ მაქვს არც სპელეოლოგიაში, არც პალეონტოლოგიაში, არც არქეოლოგიაში, მეცნიერი არ ვარ, მაგრამ სამყარო დონეზე რაღაცები სურვილი მაქვს, რაღაცები ვისწავლო, რაღაცები გავუზიარო სხვა ადამიანებს და უფრო
მეტი ინტერესი გაუჩნდეს და უფრო სიღრმისეული არა ჩემგან გაიგონ ინფორმაციები უკვე სამეცნიერო დონეზე დაინტერესენ ამით ინფორმაცია გქონდეთ ძალიან დიდი მადლობა საწვიმარის გავს, ყველაფერი გავს. ისინი გარბიან მანქანაში. იმიტომ რომ სველდებიან, მაგრამ დავიწყოთ რომ გასაღები მე მაქვს. ორი ვჭამოთ. ახარ შენ. ვაიმე. ჩატო ჩაბუთია თავი. ანუ თავი რო არ ჩამომეწიეს სახეში და მეჯახებოდი. არა, მოკმობა გააკეთე. გეტყვი რა? აუ შენ. აჰა. ყევა მივიდა. არა, არის მომათელა. ვაიმე. ანუ ეს არის მოთელვა, ვინმე შეიძლება მიაკეთებდა. მე ზოგადად არ ვუტყავ თავსიფათიანი ეს არის. ხო, კაი. გამიჩვენე. წამოდი. აუ, კაი, ერთი წამი რა წამოდი, მართლა მტკივა. ირა, აბა სათვალე მოიხსენ თვალები. თვალებს ხელი გააყოლე. აქ ჩიტები. ხათები დაფრინავენ. წავედ, ჩამოთ. გაგვიბარს. მიუჭახუნეთ. არა, მოვიჭახო. მოცა, ხელი მომ დაკავე. ხო, ხალხო ეხა ვართ ჯრუჭულის ხეობაში სოფელი ზოდის ტერიტორიაზეა ეს მღვიმე ხვედელიძეების უბანში ამიტომ მოხსენიებულია როგორც ხვედელიძეების კლდის მღვიმე მაგრამ მეორე სახელი დამატებით სახელი ქვია ოქროს მღვიმე ან ოქროსფერი მღვიმე იქიდან გამომდინარე რომ რაღაც მონაკვეთი არის ოქროსფერი დარბაზები ულამაზესი კიდე რა გვაქვს შიგნით? ძალიან ბევრი ფორმებს ხვდებით, სხვადასხვანაირ ფორმებს, ნაღვენ ფორმებს, სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს. ჩვენ შევდივართ დაახლოებით 400 მეტრზე, 400 მეტრის იგეთ არის ჩანჩქერი და ძალიან დიდი დარბაზი და მე იყოფა, ანუ მოკლედ მერია მეორე ნაწილი მღვიმის, სადაც არ ავდივართ, იმიტომ რომ ეხა სველია, ჩანჩქერი ჩამოდის იქ, ზაფხულშიც მშრალია, მაგრამ აღჭურვილობის გარეშე ცოტა საფრთხეა იქასვლა. და დაახლოებით 200 მეტრია კიდე მეორე ნაწილი. ჩვენ ახლა გავივით რამდენს? 400 მეტრს. 400 მეტრს. წინ. იქით და ჯამში ვარ. ჯამში 800 მეტრს. წავიდეთ. წინა ნაწილი არის ძალიან საინტერესო. უბრალოდ ზემოთ რო არ აიხედო, გეგონება რომ შედიხარ მდინარის კანიონში. და აქ კარგად ჩანს იმ თუ რატო ქვია მსგავს მღვიმეებს კარსტული მღვიმე, ანუ წყლისგან დამუშავებული კირქვაში, წყლისგან დამუშავებული მღვიმე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს მდინარის კვალი.
აი აქ ჩადგაფი ამას. მარი. ნახე რა მაგარია. აი ნაკლები განათები, ნახე. ნაკლები განათებაზე უფრო მაგარია, ნახე. ეს რა? ანუ ქიმია, ჩვეულებრივი ქიმია, ბაქტერიების ზემოქმედება, რაღაცა გარედან ნაკლები ჟანგბადი, იქედან შეიძლება ფოსფორის შემცველობა, მეტი გოგირდის და უცებ წარმოიქმნა რაღაც ბაქტერიები, რომელმაც წარმოქმნეს სოკოს მსგავსი ორგანიზმები და მიიღო ოქროს ფერი. და აი ზემოთ ნახე. აი ხო, ცოტა ვერცხლის ფერი, ის წყლისწვეთებია უფრო და წყლისწვეთებს ესეთი ფერი ანუ ირეკლავს. ნახე, შემიანათი ხო, ნახე, წყლისწვეთია ეს, ნახე, წყლისწვეთი ირეკლავს. შუქს იქედან რა ქვია, ოქროს ფერი და იმიტომ ჩანს ის ვერცხლის ფერია ის. შემიძლია გადავწესდეთ გვერდიდან. კი. ეს ხდება კარსტი, ნახე, ესეთი ნაშალი მასა იყო ზემოთ. ხო. გამორეცხა წყალმა, დარჩა კირქვა. გამოვიდა მღვიმე. აქ გამოდის კარგი კადრი. ოღონდ აჰა, აბა ვინათურება კარგი გადასწრება. განათებით იქნება ხა. ხო, მეს. მე გადმოხტები და აი ესე, ძალიან კაი იქნება. ჩვენ რა ვქნათ ცი? თქვენ ვინ ახართ აქ რომ მოხვედით და ყუდროება დამირღვიეთ? ესე იგი 300-მდე მეტრი გამოვიარეთ. იყო ძალიან ვიწრო ადგილებიც, იყო წყალში გასატოპიც. მე ბოტები მაცვია და მაშასა და მე დიდად არ შეწუხებულ ვარ, მაგრამ დანარჩენებმა ცოტა ისეთი საცოცი skills როგორ არის ქართულად? საცოცი უნარები გამოავლინეს და მოკლედ ყველანი კარგად ვართ. ყველაფერი კარგად არის, აქ უკვე ფართოვდება და ძალიან ლამაზია, კარსტული მღვიმეა. და როგორც მითხრეს, იქ ადიო და კარგ სურათს გადაგიღებთო და ველოდები ახლა. ასე დავდგე? გადამიღეთ სურათი უკვე? ნახე, ცოტა უნდა გადაუღე. მე დაბლა მივანათე. ის ლაღლა მიანათებ და ეს სიცხე რო გამოიშე. ახლა ჩავალ ნელ-ნელა და განვაგრძობთ, კიდევ 100 მეტრი დაგჭა. დაახლოებით და ახლა აქედან გადმოხტები და ბიჭები დამიჭერენ. ან არ დამიჭერენ. ან ვერ დამიჭერენ. ნახე, კინახამ დაგორდა ქვა. აი. ეს გამომართვით, რადგან დავინაიდან. 1 2 1 2 აი მე საფეხზე დაგამიჭე. რა უჭირს? ჩაჭირა. არა, ბოდიში. და არა ფერი მისლიანები არ გეცა. აი ნახე თვითონს დამობიჭე. ბარი ბარში მაგარი. მაინც და გავტალახიანდით. მოკლედ ერთი მასე თქვი. ერთი წამით პრინცესა მეგონა თავი. ერთი ჩევა მიეცა. მოკლედ ბარი აბივი თუ იღებთ იმას რომ
ფანრებია აუცილებელი კარგად დატენილი ფანრები. ხო, კი ბატონო. აუცილებლად შეამოწმეთ ფანრები. მე ფანარი. როგორ ანათებს? რამდენად დაახლოებით 2 საათი რესურსი მაინც უნდა გქონდეს ფანას ნათების, კარგი ნათების, რომ კომფორტულად მოძრაო მღვიმეში და პლუს კარგად შეიგრძნო მღვიმის ფორმები, სილამაზე. აი მოვედი ბოლოში. მეც მანდ უნდა ამოვიდე ესე იგი. აბა როგორ ცოცავ? როგორ? როგორი ცოცვა იცი? მიწისქვეშ ჩაჭკედა არ ვარ ხოფი არა. აუ ძალიან მაგარია. აი ძალიან კარგი ეს ფანარი, კარგად ანათებს ფილმს და კარგად ხედავ ფორმებს. აი ეს კარგად ხდება, გავანათო და კარგად უნდა გადავიდე. აბა ჩამოყევი ჩანჩქერს. ალექს, მე მაქვს ერთი იდეა. ხო დაახლოებით ხვდები. ანუ არაფერი დაგეგმილი არ ქონდა მართლა. და ახლა მოვიდა ამას იდეა, რაც მე მომივიდა იდეაში თავში ასევე. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ და ვინც წააგებს აი შეტოპავს. მე გამოსაცვლელი არ წამომიღი არაფერი. არც მე. ძალიან კარგი. აბა ვნახოთ. მოიცა? სათხარ. კიდევ კარგი არცივა ძალიან. კაი. კაი. ჯეირანი. ეგრევე. ამ რა უნდა გავაკეთო? გადავრჩი. რა უნდა გავაკეთო? იქ უნდა შეხვიდე წყალქვეშ. ალ პატარა წყალი, ანუ ჩანჩქერში დავდგე. კი, აუცილებლად. ოკეი. მაისური აქ რამეა გამოსაცვლელი? არა, არაფერი არ მაქვს. კაი, შევედი მე. კაი. ესე იგი, მაგრამ რა ვიცი, ჩემ ცხოვრებაში პირველად ისტორიაში, თუ ჩემი ცხოვრების ისტორიაში პირველად ყველანაირი შევდივარ ჩანჩქერში, პრინციპში გამიხარ და არ მეწყინა სიმართლე გითხრა. მაგრამ გამოსაცვლელი არ გაქვს, იმიტომ აქედან სავალი გვაქვს 20 წუთი გამოსაცვლელამდე, მე მანქანამდე, ანუ 1 საათი მომიწევს ძიგძიგი. კი. ძალიან კაი. გაემზადე მომეცი ჩანთა. ჩაფხუტი გეფაროს მაინც, რა ვიცი. ნატურა მოიხსენი ხო უბრალოდ და ჩაფხუტი უნდა მეფაროს. კი. იქიდან რამე არ გაგვოვარდეს ზევიდან რა. მოიცა ესეც ასევე ანდერძი ათილარი შენ მადლობა ასე არის ისევე მოდი ასე შევატანხმდით ვიდათ ანსაცის შეხო არ გაცივდები მე ესე ფერი ტანსაცი მაისური მაინც გაიხადე რომ მე მოიცვა მოიცა ეს გავიხდით თქვენი დედაბატიო როგორ გავიხდი მაგის ეს აგონიაში ახლა და არის ის რას ლაპარაკობს ეგ იყო სულ მოიცა ცივია ანუ გასასწორიც არის ხოთე
კაი, ჩაბარებულია. მაგრამ დაარჩივით არ არის მოვიწყოთ. როგორი ემოციებით ხარ წავსე? სველი. კაცივი. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ გამეორდები რომ მე არ წავაგე. მარკაია. დადგა დრო დავტოვოთ ეს საოცარი მღვიმე და მზის შუქს დავუბრუნდეთ. გამარჯობა. მოიცადე? ასე დამგვარად მოვიარეთ. 1 კილომეტრი ვიარეთ, 800 მეტრი ვიარეთ წინ და უკან და იყო აი ასეთი ემოცია ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია მოგზაურობისგან. ძალიან ფანტასტიკური. განსაკუთრებული იყო. კი, იმიტომ რომ მღვიმე რომელიც არ არის მე მოწესრიგებული, ანუ არ არის ჩაოლებრი, ანუ ფაქტობრივად პატარა მინი სპელეო ტური გამოგვივიდა და ძალიან დიდი მადლობა ვალერი ჭიკაძეს, რომელიც იყო ჩვენი მასპინძელი ჭიათურაში და მოგეთ ამ სერიაში ვეცადეთ ნაწილი გვეჩვენებინა. აქ კიდევ ძალიან ბევრია, აუცილებლად დაბრუნდებით, რომ იცით რამდენი ისეთი რაღაცეები გითხრა ვალერი, რომ გამორიცხულია რომ კიდევ არ დაბრუნდეთ და მე ვფიქრობ რომ დაბრუნება კი არა, აქ უნდა ჩამოხვიდეთ ერთხელ მაინც აუცილებლად რომ ნახოთ ეს ყველაფერი და თქვენც გამოცხადოთ. მოგეთ ჭიათურა უბრალოდ მაღაროელების ქალაქი კი არაა და მუნიციპალიტეტი. ეს არის ადგილი, რაიონი, ქალაქი, სადაც არის ისტორია. რამოდენიმე რამ პირველად მოხდა საქართველოში. თუნდაც გავხსენოთ თქვა ჩოგბურთები და რაღაცეები. და აქვს ფანტასტიკური მღვიმეების მთელი, რა ვიცი, კოლექცია და რა ვიცი, პირველყოფილი ადამიანები და ასეთი მდიდარ რაიონი საქართველოში იშვიათად შევხვდებით, მე მგონი. წავედით. დავით. შემდეგ გადაცემაში ვესტუმრებით კახეთს. წინ გველოდება ფსიტის ციხე, ქართული წარმოების მანქანა ელენა და კისის ხევი, იდუმალი ადგილი, ქრისტეს საფლავის მიწა.